გარეთ მხტალი შინმამაცი როგორც წერია ხო? ერთ-ერთი პოეტის. ჩვენისთანაირი ბედნიერი არის განასადმერიო. ილიას ბედნიერი თვითონ ბიჭო რა განათებული ხონა თავი მაგდროს ესეთი აი ასეთი კაცი რომელიც ესეთი რომანტიკული რაღაცეებიც აქვს საქართველოსზე და არალისტები და მთელი რიგი რა უცებ რა იმაში ჩავარდა მელანქოლიაში რომ ესეთი რამე დაწერა და ზუსტად მოარტყა რა. აი ზუსტად ხა აი ეს დაიდო რა ესა და ვერ გააქრეს ეს ხო? ბედნიერიერი. და რა კარგად არის არაფერი გადაჭარბებული არ არის. ეგ ხომ აცხოვრობდა. ანუ რაღაცა ღმერთმა ჩააყენა იმ მდგომარეობაში რომ გეყოფ არა ეს რომანტიზმი და რაღაცა ესე ხიდების გადება და ჩატეხილი ხიგან ვერ გადებ, როცა ასეთი ერია. ასეთ ერში ბატონსა და ყმას შორის ხიდს ვერ გადებ. ხო, რაც ვითომი ჩატეხილობის პრობლემა რო ოთარ ანთქვრივში თუ რა სისულელეებში. ქართველი ერის ცნობიერება კარგად არის დახასიათებული და სწორედ ამან დაგვაფიქრა ჩვენ თითოეული ჩვენ ხომ მოვია მე ხომ მოვიაზრებოდი მათ. არა, დამაფიქრა ამან, ვერ გაუბრაზდები ილიას. ვერ გაუბრაზდები. ეს არ არის ტყუილი. რაც წერი არ არის ტყუილი. ეს მართლა ესეთია და ვიღაცებს არ მოწონთ. არც ის არ არის ტყუილი ლუარსებთან დგერზე გროტესკულად რო დაწერა, რო ჭამასმა და დღე და ღამე საჭმეზე რო ფიქრობს დარიჯანი და ლუარსაბი. და როგორი ბატონები არიან, კუჭის. ხო, ლახვარიჩასა ფეოდალურ ბატონ. რა თქმა უნდა თავის მოაქცია მაგ იმაში რო იცოდა. ამასაც მაგარ უყვარდა ჭამასმა და ისე დათვრებოდა საკაცით გამოყავდათ ხო? მასვეტაშვილის ჩანაწერებში არის ეს. შეგიძლიათ ნახოთ მასვეტაშვილის ილიაზე. კარგი რაღაცეები არის. ხო, იაკობ მასვეტაშვილი თავის დროზე წავიკითხე მე ეს. რო დათვრა და გამოასვენეს საკაცით. ხო, და ნახეთ ეს ამოიღო თავის იმიდან და ესეთი ნიჭირო ქონდა წერილს მთელი ქართული ერის განზოგადებული სახე მოგვაწოდა მანდ. გროტესკულად რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რეალურია. აი როგორი ამაყები რო არიან არაფრის მაქნის, როგორი რელიგიური წარმოდგენები აქვს, მანდაც არის კარგად. როგორი ძმობა აქვს, ეს მაგრად არის. კუჭის იქით რო არის ხედებიან და რო გაძღებიან, ფიქრობენ ისე მე ხვალ რაბჭამოთ. და კამათი როცა არის, კამათობს ცოლქმარი ბოზბაში ჯობია თუ ჩიხითმა. და გონიათ ეგ ტყუილია რომ გვეკვეცინება? და ჩვენ განვითარებული ვართ. ხო იძახით რომ ილია ასეთია, მე უჯერებთ მაინც ილიას. მეტი რა გინდათ გაგვაკრიტიკა კი არ შეგვაგინა. ვითხრა ესეთები ვართ და რატო ვართ ესეთები დაფიქრდით. მაინც კუჭს და მუცეთს გადაყოლილი ხო ვართ. ხოს ისევ ყანწის კაკაკუქში ვართ. რესტორნებში დაყრილები რო არიან ხალხ დილიდან საღამომდე ამდენი შაშაურმეები და ამდენი სახაჭაპურები და სალუბიები. რა არის ბიჭო ეს რა უბედურებაა? ესე რომ ილია საწყალიც მე-19 საუკუნეში თან იმას სხვა გაჭირვებაც ქონდა მთლიანად საქართველოს რუსეთის იმპერიაში შემადგენლობაში იყო და რუსიფიკაცია მიდიოდა. რუსულად იყო სასამართლო ყველაფერი და წვალობდა ხალხი. ხო. ძველ მოდელებში ეს კარგად აჩვენს ძველ სასამართლოში ხო გახსოვთ ეს? პიესა დადგმული იყო ვასოკოძე შვიდის თამაშობდა. ეს ტყუილი კი არ არის ეგა. ხო. და რუსული ენები ძალიან ჭარბად არის ილიას ნაწარმოებშიც არის, ხო? ეს ლექსიკონი თლად გამართულს ვერ ვიტყვით. მაგრამ გაახალხურა ენა და ეს თავადების ენა ჩამოიყვანა ხალხის ენაზე. მანამდე ეს ენა და წერილობა და ლიტერატურა იყო თავადების და გლეხი არა შეესდამწყერი ხეს არა იყო ვარი მისიო, ხო? სად ჩვენ და სად ილია რო ლაპარაკობს იმას და ელტყუნიასთან იმას რო ელაპარაკა. არა უკაცო რა წერა რის კითხვა. არ არის ჩვენი საქმეო რა. ოდითგანვე გლეხი ვარ და დაივათ ესე ილია კიდევნება არ არის ექსორიო და კამათი გახსოვთ ეგა. ბიჭო მე-19 საუკუნე რომელიც ევროპა ქუხს დამწვინვარებს რა. უამრავი აფეთქებები აყურა. ჩვენთან წერა კითხვას ავრცელებ და ილია ჭავჭავაძე. ჩვენ გვაქვს 100 წლის ისტორია. რა 3000 წლის ისტორია? რა 3000 წლის ფეოდალიზმისა და მონობის ისტორია რა შმაკათმიდა. აი წერა კითხვა საიდანაც დავიწყეთ იმის ისტორია გვაქვს და სახელმწიფო რო შეიქმნა ეს არის რამდენი წელი? 100 წელიც არა, ხო 100 და რაღაც 1918-22 წელიდან. აი სახელმწიფო ქართველიც არ არის შექმნილი. აბსოლუტურად ტერმინები ყველაფერი ეს დასავლურია. და როგორ ტრაბახობთ? იმიტომ რომ ჩვენ ფეოდალები ვართ. ჩვენ გვჭირდება ეს ხალხი სამუშაო ძალა, თუმცა ეგეც გადაყარეს უკვე გარედან იღებენ სურსათ სანოვაგეს ესენი.
კონსერვატორულ პარტიას დაირქმევენ და ტანსაცმელს დამენახე კონსერვატორი რო ხარ. სმოკინგში გამოწყობილი კაცი რა კონსერვატორი ხარ. მერსედესზე გადაპლაკული რო არის ხალხი კიდე რა კონსერვატორი ხარ ბიჭო ცხენზე შეჯექი ჩოხა რაღაცა თოფი გადაიგდე ხანჯალი დაიკიდე ეს არის ჩვენი კონსერვატორობა და ჩიხტიკობით ქალები. რანაირადავთ რა ეს კონსერვატორები ვერაფრით ვერ გავიგე რა იდეოლოგია ეს კონსერვატორობა პარტია შექმნა შეცუნცულდნენ ევროპული ყაიდის იმაში დაჯდნენ იქ. ყველაფერში როგორ ავართ უცნაურები ისე რა. ერთმანეთს ვერ ვიტანთ. კარგი მე ამის დეტალატირე სუფრაზე რო ტყელტყელი სიტყვები არის ბიჭო ან ერთგულება გქონდეს ან საქმეში პრაქტიკაში კი არა ჩანს სიყვარული ერთმანეთს აი მამა პაპას მეუნებით ეხლა ეს მამა პაპანი არ ვიცი უყვარდათ კი ერთმა აწყვოში არ იყვას და მამა პაპას რა სიყვარული ქონდა მინიცის რა მამა პაპა რა გმირი იყო რა თქმა აგერ არ ვნახით რა გმირები ვართ 2008 წლის ამბები და რა გმირებია ქართველები აგერ არ უყურებთ ფერი შემაკნისი ხარ არა მამა პაპები იყვნენ თურმე აი ხედავთ ხატებზე ფეხი არ დაადგეს ისე რომ დაედგა თუ ეს ნამდვილი იყო ხო გადარჩებოდნენ ხატი ჯერ ერთი ღმერთმა დაგმო ამდენი მეგეც არიციან ხაინდ რა არის ეს ბიბლია და ხა რა გავაგებინოთ დებილს და საერთოდ ეს ხო ტყუილი არის ქართული ფსიქოლოგია ხლა კაი რა ხო მაგას დამაჯერებ რომ სიცოცხლის ისა ქართველი კაცო აი დაადებ თობს ყველაფერს გადავარებს აგერ აი გადატრიალებს სულ ყველამ გადავარა ყველა გაიქცა ყველა შეშინდა ყველა არო დაატრიალდა ერთოჩე მე იქ არ ყოფილვარ მე გაერთმენს დაერივნენ რა არის ესე მე ვერ გავიგე და ეხლა თქვენ გინდა დამაჯეროთ რომ 100,000-მა კაცმა ხატზე ფეხის გამო დახოცეს და ზემოდან ციდან წმინდანები გვიყურებენ იმიტომ მოხდა კარგი უწმინდურები ეს ყველაფერი ტყუილია რა ეს არის კარის ისტორიკოსის ნაჭყაპნის სისულელეები. დღევანდელი მართლმადიდებლობა რა გონიათ რა სიწმინდეების გასახიერება? რა სიბინძურები მათ ხდება, იცით? ვინმე ეს გამოიტანა გარეთ? კაცვილი რო ხმას არიღებს? ხო, ეს ჯოჯო რო თავზე რო დაისვით. ხატებით რო მიმოჭედეთ, ამის ასვალზე აგებთ ხატებს. ხალხო, ჩვენ ნორმალური ერი ვართ. ასე რომ ეს სანამის არ გაიწმინდება ეს რელიგიური წარმოდგენებისაგან. ხაინდრავა კიდე როგორიც აგის გახდა მორწმუნის დეგენერატი ესა. ეს რომ რა მორწმუნე ეს ჩიკუტარწაღლი ესა. იცი ეს რწმენა რა არის? გველაპარაკოს რწმენაზე. ეგ დღედაღამე აგინებს დასავლეთს, ამერიკას და აპრავებს ამ კოცებს და ბიზნესს. აი მაგის გამოსვლა ყველგან. მეტი არაფერი. თუ თავისი ყოფიერება არ უნდა დაინგრეს ახლა ეს ამ თავრობამ რა ფული მიცა 5 მილიონის რომ მიცემენ იმ სისულელეში რაც გადაიღო ვის რა ჟანდაბუთა მაგის ჰეროკრატია რა გაიყიდა სოფლიოში ეგა თუ ვის რა თუნდა ამის ბოდვები თუ ხატოლი ღირებულებიცა ისეთი იმის დედავატი არის პლაკატ ლოზუნგაშვილი რაღაცა და აბოღმილი ტიპი ხარ სააკაშვილიზე და რაღაცას მიწე რა თმინდა ხა ბოღმიანი ტიპის ობიექტურობა არ გაიშვა რა ეს ხო ბიზნეს ეტენება თავიდან ბოლომდე სასახლე ხო დაიდგა მაგანაც რა ის აგურებიზი და ეს რამე შევქნია ცხოვრება შემკაც. არა რა, მლოყველების დაფინანსებელი არის ბიზნესა. ეს არის უბედურება ჩვენი. ლოყის ფსიქოლოგია რა საქართველოში, ბიჭო, ყველას ერთმანეთს როგორ ეს ალეყველისაშვილი რწყევა მოგინდება რა. კაცო ეგ არის და შენ მეურები მამა პაპანი მაგრა იქცეოდნენ, აწყვოში როგორ ასეთი გამოსირებული რატო ვართ? და მამა პაპა ვის უცხოვრია იქ კაცო არ გადამრიოთ. რა მამა პაპა, რის მამა პაპა მე სხვანაირად ვიცი, როგორ ყიდიდნენ, გაქალებს ყიდიდნენ, ბავშვებს ეს თავადები რომ ბული ეშობათ. ეხლა რომ მიწებს ყიდიან, სულ დაყიდეს ყველაფერი. არ არის გაყიდული რაღაცეები? რა დღეს ფულით ხდება ყველაფერი. თავისუფლად შეიძლება საქართველოს იყიდოს რომელიღაცა არაბულმა შეიხმა. თავისუფლად შეიძლება. წინ დაუდგები რომ? ვიყიდი ქვეყანას და იცხოვრე, რა პრობლემაა? რა არ მედის რუსებს არ უნდათ ისე უკან დაბრუნება მე-19 საუკუნეში რო გაყიდეს ამერიკამ რო იყიდა ტანდის თავზე რო არის ის ხო რო გაიმართა ის შეხვედრები ამ ორი სულელის ვალიასკა ხო არ მიყიდა ამერიკამ თავის დროზე ხო იყიდა პუტინი სთავაზობდა ფულს ისე ვინას მოყიდის არ გადამრიო აი როცა გაუჭირდება რა თქმა უნდა გაყიდეს ამერიკას რატო არ გაყიდეს რა ეგრეთ წოდებული მილიონერები რომლებიც კონსულებს ყიდულობდნენ თანდათან სიბერეში როდესაც ყველაფერს რო ყიდიან როგორ ფულს აღარ შეულებენ და კონსულებიც დაწყებული ბრანდოდან იმიდან იცით რამდენმა გაყიდა ყველაფერი მანქანების კოლექცია რო გაყიდა ბერმა საათები გამოიტანა ერიკ კლაპტონმა
შენახული საათები ისე იყიდებოდა, რა ვიცი, ისეთი ფასი იყო, ცეცხლის ფასი იყო. ტერიტორიას რატო არ გაყიდი? რა, ნიკოლო თქიფანიძემ ტყუილი დაწერა? საქართველოს მეცხადი რო იყიდებოდა. ტყუილი დაწერა? აი ახლა სააგერ ხო თქვა იმ შეიხისიმა, მოდი რა თელ საქართველოს ვიყიდოთო რა. 6 მილიარდით რო შემოვიდა, იყიდიან, თვითონ ააშენებენ კაზინოებს, სასტუმროებს და რა დაგხოცავენ, იცხოვრე, რა პრობლემაა? რა არ ცხოვრობ თუ სხვა ქვეყანა, არ ცხოვრობ უცხო ქვეყანაში. არ არის პრობლემა. რა არაფერი შენ უფლებების დარღვევა საზგლია რა. რა ვისწავლე რაც გინდა ქენ. გაგიკვირდებათ რომ ქვეყანა იყიდოს ვიღაცამ და დაწყებული ეგა? აბა მთავრობა რა არ გაყიდეს, რო გაუჭირდება? აი ტერიტორიები ხო არის, ამ თელ დღეს გაყიდეს. აი ხო მოხსნა სტატუსი ხო მოხსნა კახალაზე, რაც ინფორმაცია არის ტელევიზიიდან, ხო? და გადავამოწმეთ. აი ბორჯომსა და იმერს აი სტატუსი მოხსნა, ესე იგი გაყიდეს. წარმოიდგინე ახლა 6 მილიარდი შეიტყავ დაახვალ. რა პრობლემა ხარ ვის აქვს გლობალიზაციაში ვართ ინტეგრაციაში, რა ვიცი პრობლემა ექნება ახლა თავრობის წარმომადგენლებს გარეცხოვრების შეწუხდებიან, ნოსტალგიაში აწუხებ თუ რა? და პასპორტები არ აქვს დასაქცევი? მაგრამ ფული ხომ და მოაგროვენ ჯერ კარგად. მიაყიდიან მაგას ქართველებსაც მიაყიდიან, რა არ გაუყიდიათ თავადებს, არ ყიდიდან ქალებს, ბავშვებს, არ ყიდიდან მაგით არიჩენდნენ თავს. მე-16 მე-17 საუკუნეში არ ყიდიდან მე-18 საუკუნეში. ტყუილი წერია ეგა? ამას არავინ არ ახსენებს? მე ერთიანი საქართველო არ დაიშალა? სამეფოებად, სამთავროებად, ხუცა არ დაიშალა? ეგეც ტყუილია? ასე რომ რა მამა პაპაძე მელაპარაკებით, მამა პაპავი არა ტოროლა კიდე რა. რა გემირები იყვნენ ესენი? ერთი გვარი აჯდა თავზე საქართველოს და ერთმანეთს დაერევნე და დაინაწილეს საქართველო. 1000 წელი ბაგრატიონები. და ღმერთმა ეგენი დასაჯარო ტახტი გაუუქმა და ხალხი რუსებს შეუყარა. რამდენჯერად თქვით ეგა? და რა მორწმუნეები ვართ, ვერაფრით ვერ გავიგე. მოლოსკი და ხაინდრავა ზიან და აპრავებენ ბიძინას რა, ყველაფერი კარგად არის და ევროპას დაუდგა თვალი და ამ დროს მოროშკინას ხალხი შვეიცარიაშია გადაპანწალებული და სახლი ყველას ევროპულად აქვს გაწყობილი და ძალიან კარგად ითფობენ გულბოყს ევროთი და დოლარებით. აბა რატომ ისე შეშმაკათუნდა? ლარებს აგროვებს ახლა ხაინდრავა? მათი ესენი ვინ დაგვიტოვა შევარდნაძე მე იმის პატრონი რა. ესენი როდის სწავლენ? ეს გაქახსირებულები. ესენი ბოლოს მოუგებს ახალგაზრდებს, რომლებიც მოდიან საწყლები რა. აი ესეც თანატოვარი. თანამედროვე ახალგაზრდებს იცით ვინ მართავს? ედიკასე ნაბიჭორები. მოგლეთ რა ვიცი რა.